მოგესალმებით, მეგობრებო. აი ჩვენ ისევ შევხვდით ლიტერატურულ სივრცეში. ეს სივრცე ჩვენ გამოგვაყენებინა გადმოგწვა დროებით კერძო სკოლა მთიებმა, რომელსაც ამისთვის მადლობას ვეტყვით, რა თქმა უნდა. და ამ ჩვენს გადაცემას, ამ ჩვენს შეკრებას გვია ლიტერატურული დიალოგი. ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ ლიტერატურაზე, კერძოდ იმ ტექსტებზე, რომლებიც არის სასკოლო პროგრამაში შეტანილი, უპირველესი ადრესატები ჩვენი საუბრის, ჩვენი ქართველი მოსწავლეები არიან, რა თქმა უნდა, ესე მთელი საზოგადოებაც, ვისაც აინტერესებს ეს საკითხები. დღევანდელ დიალოგში მონაწილეობს ჩვენი სტუმარი, ბატონი ლევან გიგინეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ადამიანი, რომლის საუბრები ლიტერატურაზე ყოველთვის საინტერესოა და ყოველთვის იპყრობს მაყურებლის თუ მსმენელის ყურადღებას. მოგესალმები ლევან. მოგესალმებით. და პირდაპირ გამოუცხადოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვაჟა-ფშაველას სრულიად გენიალურ ტექსტზე, რომელსაც ქვია ალუდა ქეთელაური. რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ვაჟას შესახებ, შეინებართვით. ხანდახან გონიათ, იცით, რომ ვაჟა-ფშაველა იყო კაცი, რომელსაც მუდმივად ასე გლეხურად ეცვა, თბილისში ჩამოვიდოდა ხანდახან ხურჯინით, ამ ხურჯინში ეწყო თავისი ლექსები, პოემები. არც რომ მაგისობა ყოფილა, რა თქმა უნდა, მაგრამ არის მოგონებები, მაგალითად გრიგოლ რობაქიძის მოგონება თუ გახსოვს ასეთი, რომელშიც ის ჩვენ გვეუბნება, რომ თბილისს ახსოვს სმოკინგით მოსიარულე ვაჟა-ფშაველაც თბილისის ქუჩებში, სხვათა შორის იმასაც ამბობს, რომ თურმე ბილიარდს თამაშობდა შესანიშნავად ჩვენი ვაჟა-ფშაველა. პეტერბურგში მან და მისმა ძმამ გიორგიმ ოფიცრებს მოუგეს ბილიარდი და იმას არ გადაუხადეს და ჩხუბიც კი ატყდა მე. ხო, ახლა ვაჟა რო ცნობილი მოკრივეც იყო ყველაფერ სხვასთან ერთად. თუმცა ჩარგალში ამოვნე, რომ გიორგის რომ მარჯვენა დარტყმა ქონდაო, ისეთი ვაჟას არ ქონდაო. ხო, თუმცა რა თქმა უნდა ეს შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ დღეს სხვა თემაზე სასაუბროთ ვართ ჩვენ შეკრებილები და იმის თქმა მინდა, რომ ვაჟა-ფშაველას მიღებული ჰქონდა საკმაოდ კარგი ფუნდამენტური განათლება და ეს ძალიან კარგად იკითხება მის ტექსტებშიც, მის პუბლიცისტურ წერილებშიც თავისთავად ცხადია, მაგრამ მის პოემებში, მის ლექსებში ეს აი პირდაპირ თვალნათლივ ჩანს მისი განათლებულობა, მისი ფიქრი იმ თემებზე და იმ საკითხებზე, რომელიც მთელი მსოფლიოს სააზროვნო სივრცის აი ესეთი მანათობელი ვარსკვლავები არიან. მოდი ახლა ჩვენ პირდაპირ მივმართოთ ამ პოემას და ასე წინადადება მაქვს შენთან, რომ შეიძლება პირდაპირ ტექსტსაც გავყვეთ ესე და აი ერთგვარ გზად წარმოვიდგინოთ ეს ტექსტი, რომელზედაც ჩვენ გავივლით ჩვენს ძვირფას მაყურებელთან ერთად. თავიდან დავიწყოთ მოდით. ალუდა ქეთელაური, კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი. ნამდვილი წინამძღოლია თავისი ხალხის ალუდა ქეთელაური, დიდი ავტორიტეტია. არა, ეგეთი კაცია და ამ კაცში რაღაცა უნდა მოხდეს ახლა ისეთი, რაც ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს. შენ სიტყვა. ეს საფიხვნო არის გარკვეული სენატივით არის ამ მთის თემის, ანუ ყველა ადამიანი ვერ მივა იქ ძალიან შეულთა სამსჯავრო არა რა. შეულთა სამსჯავრო სენატია რა, არისტოკრატიის სამსჯავროა, თემის არისტოკრატია ვინცა, მარტო ისინი გარკვეული დემოკრატია არ არის, ესა არისტოკრატია და იქ განჟიან საქმეს და ვის სიტყვა მაუდის გზიანი, ანუ რაღაცა ეს მოუდის გზიანი, შთაგონებული სიტყვა მოუვა და რაღაც იტყვის. ცოტა იმას გავს კვაკერული რელიგია, ეგეთი თემი ქრისტიანული, სადაც დაჯდებიან ხოლმე კვაკერები და ზიან ჩუმად და ვიღაცას რომ მოუვა სულიწმინდის მიერი სიტყვა, ის მერე იწყებს ქადაგებას. ეგეთი სიტუაცია თქოს საქართველოს საფიხნოში ზიან ესენი ძალიან ყველა ბრძენი ხალხი და ვიღაც მოუვა კარგი გზიანი სიტყვა, თემის გადამრჩენელი რაღაცა და ის იტყვის ხოლმე ამას. ამით შორის ერთ-ერთი გამორჩეული არის ალუდა, საფიხნოს თავშიც კი არის რა თქმა უნდა. ეს არის აი პირველი სიტყვა რო ეთქმის, ეგეთი კაცი და თან კაცია დავლათიანი, ანუ ნაწილიანი, ანუ ღვთიური კაცია ეს კაცი.
და მარტო თავისას არ ლაპარაკობს, ღმერთისასაც ლაპარაკობს. მერე აქ ხდება ასეთი ამბავი, რომ ქისტებმა გაიტაცეს ჯოგი და მათ შორის ალუდაისიც ფთიანია რა. ცხენები გაიტაცეს. მოკლედ და ალუდა ამათ დაედევნება და იქ ხდება ცნობილი ამბავი, ერთს ორნი არიან ესენი ძმანი, ერთს მაშინვე მოკლავს და მეორესთან დიდი ომი გაჩაღდება. ერთ ქურდ კანტალა ღლიღვალსაც უდი დაუდგა წამია. ხო, ის მალევე მოკლა ალუდამ, როცა დაეწია ამ ორს, მაგრამ ის მეორე მუცალი დიდ წინააღმდეგობას უწევს და აქ ძალიან საინტერესო ამბავია, როგორ მიმართავენ ესენი ერთმანეთს. რჯულ ძაღლოს გარდა არაფერს არ იყენებენ. სულ რჯულ ძაღლოთი მიმართავენ ერთმანეთს. რას ნიშნავს ესა? რომ ეს არის ამათი განმასხვავებელი ნიშანი. ესენი ფუნდამენტურად სხვადასხვა ნაპირზე დგანან და თანაც ერთმანეთს ან სიყვარულით, ან გაგებით კი არ ეკიდებიან, არამედ აბსოლუტურად მტრული დამოკიდებულება არის მათ შორის აპრიორი. აი იმთავითვე არის მტრული დამოკიდებულება, რასაც გამოხატავს ეს მიმართვა ღვარძლიანიც, ბოროტნარევიც და ძალადობა შერეულიც რჯულ ძაღლო. როგორ მიმართავენ ესენი ერთმანეთს, სამ-სამჯერ ესვრიან. თუ არა ვცდები და მესამე გასროლით ალუდა სასიკვდილოდ დაჭრის მუცალს სიკვდილი არ უნდა იქ ბალახს მოწყვეტს და დაიფევს ამ წყლულში ერთიც ესროლა ალუდას ამბობენ და აქ ხდება ერთი უცნაური ამბავი, რაზედაც მინდა შენ კომენტარი გთხოვო. მუცალი თავის თოფს გადმოუგდებს ალუდას და ეტყვის, ახლა შენ იყოს, იმ სიტყვას მაინც არ ვიწყებს, რჯულ ძაღლო, ახლა შენ იყოს რჯულ ძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა და აი აქ ხდება რაღაცა დიდი ამბავი, დიდი ფერის ცვალების დასაწყისის წამია ესა და აი ამაზე მინდა შენი კომენტარი. მე ვფიქრობ აქ ისიც ჩანს აქ ერთი მომენტია, რომ ფიზიკური სიმხნევე, ფიზიკური უნარჩვევა, რომ ესე კარგად ისვრი და ესე შეგიძლია ჩაერთო ბრძოლაში, არ არის მარტო ფიზიკური, ესაა სულიერიც. ესე იგი, რამდენი ვარჯიშია, როგორ გიყვარს შენი ხალხი, რომ ასე ვარჯიშობ მისთვის და ასეთი მხნე და კაი მსროლელი ხარ. ესე იგი, რამდენი სიკეთეა შენში, რომ ამ ხელად ძალა დახარჯე, რომ ეგეთი გახდი. ხო, ამიტომ ეს არ არის მარტო ხორციელი, ეს სულიერიც არის, ის აფასებენ ერთმანეთში ამ ვაჟკაცობას. ყოველ შემთხვევაში მუცალი პირველ რიგში, ხო? ის ხედავს, რომ განსაკუთრებული ადამიანი არის ეს ალუდა, ასეთი ზუსტი მსროლელი თან იმ მაშინდელი თოფებით. და შეუპოვარი ისევე. პირველ რიგში მისი ვაჟკაცობა დააფასა, ხო? პირველ რიგში დააფასა მისი ვაჟკაცობა, მაგრამ აქ უცნაური რაღაც ხდება. ვაჟკაცობა კიდევ დააფასა და ვაჟკაცობა დააფასა. ვაჟკაცობა ერთი ასპექტია ადამიანის, მაგრამ მეორე მხრივ რჯულძაღლი ხო არის, მაგრამ აი ამან უცნაურად ჩათვალა, რომ რჯულძაღლოს იქეთ არის ეს ვაჟკაცობა. ის რაც მან ალუდაში დაინახა, მუცალისთვის უფრო ხაზგასმული და მნიშვნელოვანი ფენომენი აღმოჩნდა. ცუდი სიტყვებით ვამბობ, ხა ის ფენომენი ეგეც სიტყვა თავში არც ქონდა შეიძლება მუცალს, მაგრამ რაღაც რეალობა ხო, რაღაცა ხდომილება, რაღაცა დაინახა, რომ რა შუაში აქ რჯულძაღლი არა რჯულძაღლი. მე ვხედავ, რომ ეს ასეთი ღირსეული არის. ანუ მტერში მან დაინახა ღირსება და ეს ჩვეულებრივ ამბავ. მე ვხედავ ასეთი ღირსეულია და მეცაც ვფიქრობ, რომ მე ვხედავ, რომ ქისტებშიც კი არ არის ასეთი ღირსეული. ამიტომ ჩემი თოფი მე არ მემეტება არც ერთი ქისტისთვის, ჩემი თანამემამულესთვის, აი ამისთვის კი მემეტება. ეს ვილვანდარზე. თოფს ალუდა ისედაც აიღებდა კაცმა რო თქვას, მაგრამ ამან თავისი ნებით რომ დათმო, ეს არის აქტი. აჩუქა ეს და თან ეუნება რჯულძაღლოს უკვე ვეღარ ეუნება იგივე ტონით, რაც მანამდე უთხრა. თუ მაშინ ჩემ თოფს ჩუქნი და გეუნები, რომ ხელს არ ჩავარდეს სხვისასა, ისე გაფასებ, რომ რჯულძაღლოს რო გეუნები, რჯულძაღლო არის, რაღაც არ ვიცი, უკვე ფუყე სიტყვა არის. ძალიან საინტერესო რამეს ამბობ ახლა, რომ ხმა გაიგონო, იმისი ხმა. სხვა ინტონაციით ეუნება რჯულძაღლოს, აღარ აგინებს უკვე, იმიტომ რომ ვეღარ შეაგინებ ადამიანს, ვისაც საკუთარი ღირსების გაგრძელება, საკუთარ ღირსების ასპექტს თოფს ჩუქნი და თან ეუნები ხელს არ ჩავარდეს სხვისასა. ანუ შენ უანდერძებ შენ საკუთარ თავს რაღაც ამ ადამიანს, რაც გადააბარე, რაც უანდერძე შენი ყველა ზვირფასი. ამიტომ ის რჯულძაღლო აღარ ისმის, ისევ რჯულძაღლო, როგორც მანამდელი ნათქვამები. და
და მაგრამ საინტერესო არის რომ ვაჟებშოვილ აქ განახებს უცებ ეს რაღაცას მუსლიმი ადამიანი არაქრისტიანი უცებ გადადის რაღაც ხედვაზე რომელიც შთაგონება ხდება ალუდასთვის ანუ ალუდა იმუხტება რაღაცით აი რით იმუხტება მოდი ამაზე დავილაპარაკოთ ახლა ალუდა მოდის მოცალე უკვე მკვდარია ალუდას პასუხი არ ჩანს მის წინადადებაზე ალუდას პასუხი ის არის რასაც მე ის გააკეთებს და როგორც იცხოვრებს აი ამ ფრაზის გაგრძელება არის ალუდას ფერის ცვალება მაგრამ რა მოხდა იქა ალუდა მკლავს არ მოჭრის როგორიც არის ტრადიცია სხვათა შორის ეს მიზმას მოჭრის ხო მიზმას მოჭრის მკლავს მაგრამ ამას არ მოჭრის ეს ტრადიცია როგორ თქვათ ცოტა პრობლემური ტრადიცია კი იყო იმიტომ რომ წინასწარ უპირატესობის დაბევებას ითვალისწინებდა იმიტომ რომ მიიჩნეოდა რომ საიქიოშიც ეს მტრობა გრძელდება და იქ წინასწარ რაღაცა უპირატესობას იძენ რომ ესაც მკლავს აჭრი ამ შენ მოწინააღმდეგეს მაგრამ ამას დავეხსნათ ახლა იქიდან მოდის ალუდა და ვაჟა-ფშაველა ამბობს ძალიან საინტერესო ერთ სიტყვას თუ ფრაზას ყმა მოდიოდა გორი გორ არეწონების თავია თავისი თავი არ მოსწონს ალუდა ქეთელაურს პირველად ალბათ თავისი სიცოცხლის თავისი ცხოვრების განმავლობაში ეს ძალიან ამაყი ადამიანია ეს არის კაცი რომელიც სიტყვა გზიანი კაცია და რომელსაც ასე ადვილად და ვაგლახად ვერაფერს ვერ შებედავს და თვითონაც საკუთარ თავს პატივს ცემს ბუნებრივია და არეწონების თავია რაღაცა ისეთი ჩაიდინა მან რამაც მასში არ მოწონების განცდა დაბადა და ამას ებმის ერთი უბრწყინვალესი პასაჟი ალუდა ქეთელაურის გახსოვს ალბათ რომ უკარო მოდის ალუდა ქეთელაური წარმოიდგენს რომ თელი აი ამ საზოგადოების რომელსაც ის წარმოადგენს აი ამ საზოგადოების თელი ცხოვრება არის სისხლში არსებობა ვისაც ერობა მას წურდეს გააღოს სახლის კარია სისხლ დაიგუბოს კერაში თვითონაც შიგვე მდგარია და მე ამბობს რომ სისხლში კონდეს ქორწილი სისხლში გაუჩნდეს შვილები სისხლში მიდიოდეს მთელი მისი ცხოვრება წარმოიდგინე რა საშინელი სურათ ხატია ესა რა შენს სახლში შენს ოთახში სადაც შენ ცხოვრობ სადაც ატარებ თელ შენ ცხოვრებას სისხლია სულ დაგუბებული და მკერდამდე გწდება და ამას ჭამ და ამას სვამ რა უცნაურია და რატო ხდება ასე ალუდა ფიქრობს უკარო მოდის და თავის თავი რო არ მოსწონს რო მე რატო მოვკალი ეს კაცი ხო მომწონს ეს კაცი ხო ვაჟკაცი კაცი იყო რა გააკეთა იმან თავისი ნებით თოფი გადმომიგდო წეღარად შეთქვით ყველაზე ძვირფასი ვაჟკაცი კაცისთვის თავისი იარაღი მე დამითმო თავისი ნებით როგორ მებრძოდა რა მაგარი იყო როგორ არ უნდოდა სიკვდილი არ ეპუებოდა დამარცხებას მე ხო მომწონს ეს და რაც მომწონს ის გავანადგურე ამ წუთას და რატომ და ის აცნობიერებს იცი რატომ თურმე იმიტომ რომ მე ქართველი ვარ და ის ქისტია რომ მე ქრისტიანი ვარ და ის კიდე მუსლიმია აი ამიტომ ეს რაღაცა წინაპირობას ქმნის დაუსრულებელი მტრობის და ამით დავამთავრებ მე და შენ მინდა რომ ბრძანო უყურე ჩემი აზრით ალუდა ქეთელაური ამას მიხვდა რომ ორი ყველაზე ძვირფასი რამ რაც ჩვენ გვაქვს აი მე და შენც თუ გინდა ან ჩვენს ძვირფას მაყურებელს ეს არის რა ჩვენი რწმენა და ჩვენი სამშობლო აი ეს ორი უძვირფასესი რამ შეიძლება იქცეს დაუსრულებელი სისხლისღვრის და ადამიანური მტრობის საფუძვლად თუ ამას არ ახლავს მესამეც მოყვასის სიყვარული ადამიანში ღირსების დანახვის უნარი თუ არ ახლავს ისე შეიძლება იმ ორმა თავისთავად ძალიან ძვირფასმა შენ დაგღუპოს თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი ღვთის სიყვარულს შენ ფანატიკოსი გახდები თუ მოყვასის სიყვარულს გამოაცლი შენი სამშობლოს სიყვარულს შენ შეიძლება გახდე ადამიანი რომელიც ძალიან მოკლე მზერით გამოირჩევა და თავისი ქვეყნის იქით არაფრის დანახვა არ სურს ახლა გეკითხები მე შენ მართავს ლაპარაკობ ახლა მე სწორად ვჯელობ თუ არა გეთახოთ ერთ-ერთი რწმენისგან სწორედ გაგებულისგან უნდა გამოდინარეობდეს მოყვასის სიყვარულიც
ხანდახან ხდება რომ ფანატიკური ხდება ეს რწმენა და მოყავს სიყვარულს აღარ ითვალისწინებს და ქრისტიანულ ისტორიაში ბევრი მაგალითია ამის. რწმენის სახელით მკვლელობები და ათასუბედურება. რამდენი უბედურებაც მოხდა თითქმის ყველაფერი ან სამშობლოს სახელით ხდება, ან ხდება რწმენის სახელით რა. რაც შეეხება აი ამ ალუდასთან ხო ალუდაშიც იგივე არის პრინციპში რომ რწმენა არის გაგებული ძალიან ვიწროდ და მოიცავს მარტო თავის თემს. ანუ ქრისტიანობაში ვერ ხედავენ აი ამ ზოგადკაცობრიობას გამწვდომ სხიუს რომ ყველა ადამიანში დააფასო ეს ქრისტიანობა გახდა რაღაცა კულტურა გახდა მათი მთის კულტურა ამ თემისთვის დამახასიათებელი მარტო რომელიც ამ ძალას აძლევს ამ თემს მაგრამ აი ალუდა იმპულსი რომ მიიღო აი ეს მუხტი მიიღო მუცალისგან რომ მუცალმა შეხედა მას სრულ ღირსებაში ანუ უფრო მეტად ღირსებაში ვიდრე ნებისმიერ ქის შეხედავდა ლამის თავის ძმაზე მეტად დააფასა და თავი რომელიც მან მოუკლა აი ეს ძმის მკვლელი რომ ასე დააფასა და ეს არის დიდი შოკი სოფხედლობრივი შოკი არის ალუდასთვის ამიტომ არის რომ ჯერ ეს დაიძრა მასში რაღაც ფიქრები მუცალის ამ გაელვებისგან რა მუცალი იყო დიდი გაელვება უცებ და ამ გაელვებამ დაბადა მასში ფიქრის პროცესი აი ეს რომ მოდის და არ ეწონება თავიდან ნელა ფიქრობს ამაზე თავიდან ძმას ხელს მოუჭრის ანუ არ მოიქცევა ისე თლად კარგად არა ასეთ ადამიანს ძმას როგორ შეურაცხო ძმის ხედარს მას არ მოჭრის ხელს ფიქრობს თან იქაც ფიქრო მოუჭრა არ მოუჭრა და რომ მოჭრას დიდი დივიდენდები ელის ამის გამო იქით სამყაროში არის ალუცი პირველად გავიგებთ რომ იქ დუელისში უპირატესობა ექნება მაგრამ დივიდენდები ის აქვს რომ ასეთი მუცალის ხელი ჩამოიტანა თავის სახლში გააკრა და მისმა წონამ თემში აიწია რა თქმა უნდა იმიტომ რომ აგერ კიდე ერთი თქისტის ხელი აქვს სახლის ქავზე ჟღერდესავით კიდე კაპიტალია რა შენი ღირსების კაპიტალია სხვა მე მაქვს 77 ხელი შენ გაქვს 47 ხო ჯერ შენ აღგემატები 30 ხელით უფრო მაგარი ვარ დაუშვით ეს დიდი კაპიტალი არის თან ასეთი ვაჟკაცის ხელი რომ ერთი ცოტა ბოლოსკენ რომ გადავინაცვლოთ მე და შენ და მე ისევ დაუბრუნდეთ ამ გზას და სამოს რომ გულმა არ აქნა რაც აქნელია ძნელა და დააკლდეს სახელსა მე გირჩევნი ვარ მჩევლად ანუ აქ არის გულის და ამ მატერიალური აქ არის ორი რაღაც დაპირისპირება მატერიალური ინტერესის და რაღაც ზნეობრივი განცდის და შეიძლება უმეტესობა ადამიანებისა ჩაახშონ ზნეობრივი განცდა და მატერიალური ინტერესი აირჩიონ, მიწიერი ინტერესი აირჩიონ. მაგრამ ალუდა მას არ აკეთებს და ზუსტად აი გადადგავს ანავისო არა მე ამ ზნეობრივ განცდას გავყვევი ბოლომდე. აბა სადმე მიყვანს. ხო, აქ ძალიან საინტერესო ამბავია ერთი წამი. ეგეც თავგადასავალია. ხო, ერთი წამი რომ გავიხსენოთ ეს ამბავი. აი ეს მკლავი, მოჭრილი მკლავი რა მერე მიდის იქა ალუდას მეგობარი და იმის დასტურად რომ ალუდა მართალია ის მოაჭრის მკლავს მინდია და მოაჭრის მკლავს და წამოიღებს და ის მკლავი მერე ბოლოში ჩანს ბავშვები რომ თამაშობენ ამ მოჭრილი მკლავით რა საშინელი სურათია ესა რა როგორ არის საზოგადოებრივ ცნობიერებაში აი ჩაბეტონებული ეგ განცდა რომ ეს ტრადიცია რომ შენ მკლავი უნდა მოაჭრა და ეს არის პაპი და რომ მოდის აი ესეთი ტრადიცია და ბავშვშიც რო უკვე დაბადებულია და მომავალშიც რო შეიძლება ეს გაგრძელდეს აი ამის ძალიან ნათელი სურათია ესა მაგრამ მოდი გამოვყვეთ ალუდას ის ჩამოვიდა თავის სოფელში იქ ხვდებიან მისიანები და ის უყვება ამბავს თავისიანებს და ამბობს ამ ბრძოლას რო აღწერს ამბობს იმ ცხონებულსა მუცალსა რკინას დებიყო გულადა და ესენი თვალებს ფართოდ გაახელენ რას ამბობ ქიში ხო არა ხარო შენო აი ესე უყურებენ ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა ხო ეს თან იციან რომ ალუქეთელაურის ლაპარაკში ცხონებული არ არის როგორც მასალა სიტყვა რა ესეთი არა დატვირთითი სიტყვა სემანტიკურად დაუტვირთავი ესე მასალა სიტყვა ცხონებული ის კარგი ერთი მუსალი რაღაც არა ცხონებულში რომ ის დებს ამას სრულ სემანტიკას აი ოღმერთო ჩემოს რო იტყვი ხანდახან ის როგორც შორისდებულს და ღმერთს არ გულისხმობ ამაში და אז ისე უბრალოდ იტყვი რაღაცა შორისდებულად და შორისდებულად არ ამბობს ცხონებულს ალუდაქეთელაური ამიტომ ეგრევე დაცქვეტენ ყურებს და რა ცხონებულს არის ეს ლაპარაკობ
და ძალიან ავად შეხედავენ ამას. და ელოდებიან რა სიტყვის. ამიტომ ეს ჩანს რომ ალუდა ამას სპეციალურად პროვოკაციას აკეთებს ამათ. იმიტომ იცი ამას რომ ვიტყვიმე გამზადებული აქვს პასუხი. გამზადებული აქვს ის სიტყვები, რომელიც არის უმშვენიერესი სიტყვები არასაკვირველია. ამ პოემის კი არა მარტო მთელი ქართული ლიტერატურის. რაც ქართულად დაწერილა ხო ერთ-ერთი ძალიან დიდი ტექსტია ეს ალუდა ქეთელაური და აი იქ ამბობს ალუდა უკვე ამის პასუხად, ამათი მზერის პასუხად ლაპარაკობს. ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გზდიან დედანი. ჩვენავს ცხონდებით. ურჯულოდ კუპრში მიელის ქშენანი, ანუ ჯოჯოხეთში მოხდებიანო ეს. ამის თქმით ვწარამარაობთ, სულ ამაზე ვლაპარაკობთ, ღვთისშვილთ უკეთეს იციან, მერე არის კითხვა გენიალური. ყველანი მართალს ამბობენ, განავინაცა ხფიციან. აი ვინც იჩემებს ჭეშმარიტების ფლობას, ვინც დაიფიცებს რომ მართალს ლაპარაკობს, ის ყველა მართალს ლაპარაკობს. ამას, ესე იგი, ჩვენს ყოფას, ჩვენს ცხოვრებას, რომელსაც ასე მივეჩვიეთ, კითხვები არ უნდა დაუსვათო ჩვენ, ამბობს ალუდა ქეთელაური. ხო, აქთან საინტერესო რაღაც მიმართავს მეთოდს ალუდა, რომ ჩვენ არ ვიქცევით სწორედ თვითონ ჩვენივე კულტურის, ჩვენივე რელიგიის გადასახედიდანაც კიო, ჩვენივე ხედვების გადასახედიდანაც კიო, რომ ჩვენ ხო აღიარებთ ღვთისშვილებსო. ღვთისშვილები რაღაც ანგელოზური არსებები არიან, რაღაც სხვა ცნობიერების, სხვა უფრო ღვთიური ცნობიერების არსებები, ნუ ანგელოზები დაუშვათ. აი ღვთისშვილებს უკეთეს იციან, ანუ ამაზე უკეთეს იციან, რასაც ახლა მე ვთქვი, რომ მარტო ჩვენ გზდიან დედანი, მარტო ესე არაო, ისინი სხვა თვალით უყურებენო. აი ღვთისშვილებიო და თქვენ ხო აღიარებთ ღვთისშვილებსო. მაშინ რატო არ ბაძავთ იმას? რატო გაქვთ ღვთისშვილების ხედვა, მარტო ასე ვთქვათ, რაღაცა სრულიად სტერილურად და არ გამოუყენებლად. თუ აღიარებ ღვთისშვილების სხვა ხედვას, რომელსაც ასეთი ხედვა აქვს, არა მარტო შენზე, მაგრამ სხვა მთელ კაცობრიობაზე დაუშვათ, იმათაც უყურებს როგორც ადამიანებს. მაშინ შენ შეიცვალე ეს ხედვა. რატო გაქვს სტერილურად ეს ცოდნა? ხო, ეგ ფერის ცვალების ამბავი მოდის. ჩვენვე კულტურა გვაძლევს საშუალებას მათ ეს შევხედოთ სხვა თვალით და რატო არ ვიყენებთ ჩვენვე კულტურის წიაღში არსებულ საშუალებას? აი ავთანდილი რომ ამბობს, არავიქ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოს და ბრძნობისა. თუ არ მოიქცევი ისე იმის შესაბამისად, იმის შესატყვისად, რაც მისწავლია მე, რად მინდა მაშინ? ხო, მაგრამ ალუდას არ შეხედავდა ასე, რომ ეს დიდი იმპულსი არ ქონოდა. ანუ ეს დიდი გაელვება, რაც მუცალის დამატა, მუცალის აქცია. უცებ ხედავ, რომ ალუდა აღმოჩნდება რაღაცა ემოციურ ველში, სადაც უფრო მეტად შეიყვარებს იმ ნათელს, რომელიც იმ შუქს, იმ გაელვებას თუ იმ დასხივებას, იმ ემოციას, რაც გაუჩნდება მუცალისაგან, მუცალთან ურთიერთობისაგან. ვიდრე ეს მანამდელი ემოციები, რაც ქონდა თემთან, რაც აკავშირებდა თემთან. ამიტომ კრიჭაშიც კი ჩაუდგება აზარტით აი ამ ძველ თავის ემოციებს. ხელს მოჭრი, ტერს მოკლავ, კიდე არ მოჭრი. მარილას მაგათ ჯაბრით, აი კრიჭაში უდგები. თან მაგათ, უკვე მე ის არა ვარ, ვინც ესენი არიან. აი თითქოს გამოეყო იმ ცნობიერებას და უკვე რაღაცა სხვა განზომილებაში გადავიდა. ემოციურად და რაღაცა გემრიელად არის უკვე იქ სადაც არის. ეხლა რომც მომკლან მე გემრიელათა ვარ მაინც, აი მიხარია რომ ამ ახალ ცნობიერებაში ვარ. თავარი ამბავი აქ მე მგონია ის არის რომ ამ ჯერზე, როდესაც აი პირველი განხეთქილება მოხდა, თემი, ანუ საზოგადოება არ გარიყავს ალუდას, კი შეაჩვენებს თითქოს, აი კი გააკრიტიკებს და ასე აღიქვამს რომ გამოხცევი ხარ ქისტიშვილსო. ანუ ამათ ის ვერ დაიჯერეს რომ ალუდას ცნობიერება შეეცვალა. ამათ გონიათ რომ ალუდა იტყუება იმის გამო რომ გამოექცა იმას. ვერ დაიჯერეს არ არის, უფრო არ დაიჯერეს არის, იმიტომ რომ თუ გასაგებია რომ თუ მე ავხსენი ალუდას ესეთი სიგიჟე, ეს მისი გიჟური სიტყვები თუ ავხსენი, იმიტომ რომ ის ხდალია უბრალოდ. მაშინ ყველაფერი კარგად არის. გავაგზავნებ ძველებურ ცხოვრებას. ცხადია ყველა. მაშინ ძველებურ ცხოვრებას გავაგზავნებ და ალუდა არის ხდალი ვიტყვი. ხო. მაგრამ პრობლემა რომ ეჭვი მაქვს რომ აიქნება არა მხდალი ალუდა, ხო? აი თუ არ არის ალუდა მხდალი და რასამოს მართლა ამბობს იმას, მაშინ მე სერიოზულად უნდა დავფიქრე და მივიღო ის, რაც ალუდა მითხრა. და მე ვარ ვალდებული, მაშინ ვიფიქრო რომ თუ მხდალი არაა, რატო აკეთებს ამას? ესე იგი, ალუდა შემოვიდა ველში, სადაც მართლა საფრთხეს უქმნის ჩემს კულტურას, როგორც აქამდე გვესმოდა ჩვენ. შეიძლება დამინგრიოს ეს კულტურა. თუ ალუდა სერიოზულად ასწია. და ალუდამ აი ამ დონეზე აიყვანს აი ამ თავის ხმას
თან მინდიაც დაამტკიცებს, რომ არაფერი ხდალი არ ყოფილა, მართლა ვაშკაც ნუსწამნებს ცილს და არ მოეწონებათ ეს, არ გაჭრის ეს მათი ეს არასწორი ახსნა ალუდას ამ საქციელის, რომ მინდი აჩვენოს ეს ესე ალუდა არ არის ხდალი. და ალუდა საბოლოოდ გამოხატავს ამ თავის როგორ გამოწვევას, რომ დაფიქრდით ამაზე, რაც მე გითხარით, ტყუილა არ მithქვავს, აი ძველ ცნობიერებაზე, ან დარჩი ძველ ცნობიერებაზე, ან ჩემი ცნობიერება მიიღეთ, რაც მე მიმაჩნია ჭეშმარიტად. საინტერესოა, რომ ფინალში ალუდა თავის გვერდით დგომ ქალებს, აი თოვლში რომ მიდიან და ეს თოვლი, უხვი თოვლი რომ შლის ამათ ნაკვალებს, თითქოს არც არასდროს ყოფილა ნაქეს ალუდა და მისიანები, იმათ ეუბნება თემი არ დასწეულოთო თქვენო. მეანიშნებს თითქოს ამით, რომ თემსაც რაღაცა თავისი სიმართლე შეიძლება ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში თავისი мотиваცია შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ თემი საზოგადოება, იმიტომ ინარჩუნებს მთლიანობას, რომ მას მოქმედების თუ ცხოვრების თუ ფიქრის საკუთარი პრინციპები აქვს და ამ პრინციპებს ზოგჯერ გაქვავებულსაც კი ის ძალიან უფრთხილდება, რომ ეს ერთიანობა არ დაკარგოს. ამას ალუდა ხედავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ მართალია შინაგანად ეს თავისთავად ცხადია ამ პოემის წაკითხვის შემდეგ. მოდი ახლა კიდე გავაგრძელოთ ეს გზა ჩვენ და მივიდეთ იმ ადგილას, როდესაც ხატობა დღე არის, საუფლო დღე არის და ყველა მოდის შესაწირავი მოჰყავთ და ღმერთს უნდა შეევედრონ, რომ მათთვის სანუკვარი რაღაცა სურვილები ახდეს, რომ მიზნებს მიაღწიონ და ალუდაც მოდის და როგორ უწერია გახსოვს? ნისლივით მოდ ეს ვინ მოადგაო ნისლივით. კაცი იყო და ნისლივით მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, ეს ამაზე ფიქრობს სულ. რაც მოხდა ნისლი ფიქრია მთებისა, ვაჟასო სიტყვებია რა. სულ ფიქრობს ამაზე. მოვიდა, გაწამებული ამაზე ფიქრი და მოზვერი მოყავს, რომ შესწიროს ღმერთს და შეავედროს, შეახვეწროს თავისი ლამის მეგობრად ქცეული მტერი. ეგ სამხვეწროა ბერდიავ მიმართავს ხევისბერს, ძოღან მოკლულის ქისტისა. და მე ეუბნება, ცოტა მოგენით, ისე შეახვეწეო ესო, უფალსო, აი თითქოს როგორც უნდომლად მოკლულის ჩემის ლამაზის ძმის თვინო. თავის ლამაზის. მტერი და ძმა. სადამდე მოვიდა, აი ნისლივით მოსვლა ამ ფიქრსაც გამოხატავს. ბერდია ჯაგარაშლილი ხდება ამ ამბავს, რასაკვირველია და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ამას. აი მე ან ამაზე იქნებ გააკეთო კომენტარი და თან გააგრძელო ეს შევა. მანამდე არის კიდე საინტერესო სიზმრის მომენტია. სიზმარი ერთ-ერთი ეტაპი არის, რომ სიზმარში სამტროდ გამზადებული ხევსურები დგანან, დასტირიან მოკლულ ხევსურს და ალუდაც იქ არის და ჭამე ალუდა, მიდი ჭამე და აჭამენ ადამიანის ჯამს და ადამიანის ხორცს და სისხლია შეგინდა და ალუდამ რომ შეჭამოს ეს კოს უნდა ეზიაროს აი ამას, იგივე წესს უნდა ეზიაროს და ალუდა გადააგდებს ამას აი და თან ჩაფიქრებული ალუდა რატო ხარ და გასინჯა ჭამდიო მზარავდა თუმცაღაო იმიტომ თვითონაც მონაწილე იყო მართალია მაგრამ ის ეუნება რატო ხარ ჩაფიქრებულიო რატო ნუ ჩაფიქრდებიო რატო ხარ გაშტერებული ნუ გაშტერდებიო მიდი ჩაეწერე შენს ამ თემის ამ ცხოვრების ორომ ტრიალში თელამ თემის ცნობიერებაში და იყავი როგორც ჩვენ ერთი ჩვენთაგანი იყავი რატო ხარ ჩაფიქრებული რა არის საერთოდ ჩაფიქრებული რატო ხარ ვინ ჩასძახის ამას აი თემის ცნობიერება და ეს თემის ცნობიერებას უხედრებს თავის პირად გამოცდილებას პირად ცნობიერებას აი ესა პიროვნების ჩამოყალიბება და დაბადება ფაქტიურად და აი აღარ შევჭამე ამას აღარ ვიზა მე მუცალიც რომ მოდის გამოეცხადება და დაძეღით ხელს ურჩილობ ლაშქრებით ხმების ქნებით რომ ეს თვითონ მომენტია აი სადამდე მიდის აბსურდულობამდე მიდივართ ჩიხამდე მიდივართ ასე და აი რაც გინდა ის იქნიათ კი ბატონო დაძეღით მე არაფერს მქნელი აღარა ვარ უკვე მომკალიო კიდევ სიკვდილს ნატრობს უკვე მოკლული მუცალი ხო და ეს ყველაფერი აჩვენებს ალუდას გულში ამ პროცესს ეს არ არის ალუდა ასეთი იყო და უცებ ასეთი გახდა დიდმა პროცესმა გაიარა და იქ რომ მიდის მე როგორც უნდომლად მოკლული თავის ლამაზის ძმის თვინა
ეს ლამაზ ძმადაც დაინახა მუცალის ძმა ალუდა. მანამდე ხედავდა ერთ კურტკანტალა ღლიღველსა, ანუ თვითონ კურტკანტალა ღლიღველი ადამიანის არ არის, ვიღაც კურტკანტალა ღლიღველი მოკალ. ჯულძაღლოს და ხო და იმის მერე ის კურტკანკალა ღლიღველიც კი ახალი თვალით დანახული ხდება, როგორც მუცალის იმ ღირსეული ადამიანის ძმა, რომელსაც როგორ დაიჩაგრა მუცალი, კაი ცხენები კი წაიღო, მაგრამ ამან ძმა მოუკლა და მაინც კიდე ღმერთმა არ მისცა ამაზე გამარჯვება და ამას მოაგებინა და რაღაცა შეებრალა და ეს ძმაც თვალს ახალი თვალით დაინახა. და მუცა ბერდიასთვის კი აი ეს მომენტი რომ ეს ხედავს ებრალება მტერი ბოლომდე და უნდა მისთვის იგივე ცხონება რაც თავისი ძმისთვის მოგინდება და ახლობლისთვის, ნებისმიერი ხევსურისთვის, აი ეს მისთვის არის დარღვევა თვითონ ხევსურების სამყაროს დარღვევა და თან ეს გამოაცლის აზარტს და ძალას ხევსურებს რომ იომონ ქისტებთან. ამიტომ გარკვეული პრაქტიკული იდეა ბერდიას აქვს. როგორც კაიაფას პრაქტიკული იდეა აქვს, რომ ამბობს რომ ქრისტე უნდა მოუკლათ. იმიტომ რომ თუ არ მოუკლავთ, მაშინ მოვლენ რომაელები და ჩვენ მოკლავთ მთელ ერს. არალეგიტიმურ რელიგიურ ავტორიტეტს ვიღაც იესოს მიყვება მთელი ხალხი და ესე იგი მას ექნება საშუალება კი არა მიზეზი, რომ მოვიდეს და ებრაელი ხალხი გაწყვიტოს. ამიტომ ჯობია პრაქტიკული არის რომ მოუკლათ ქრისტე. და აქაც ბერდია ფიქრობს ალბათ ასე რომ პრაქტიკული ეხა რომ ეს ალუდა გავაგდოთ აქედან, იმიტომ რომ მისი ცნობიერება თუ შემოვიდა აქ, მერე სადღა იქნება ის აზარტი და შემართება ქისტებთან ბრძოლის. დავიღუპებით ჩვენ, ამიტომ ვაიმე ეს რა თქვა საერთოდ. ერთიანობის გამარღვეველად მიაჩნია. კარგი იქნებოდა მხდალი რო ყოფილიყო და ეს თან გამოჩენილი კაცი არის, საფეხბურთოს თავში დამჯდომია და ვერავინ ვერ გავბედეთ, რომ გავკიდებოდით, ჩვენი ცხენებიც ხო იყო, ჩვენი ცხენებიც ამან დაგვიბრუნა და ეგეთი ყველაზე ვაჟკაცი რო არის და ყველაზე ვაჟკაცი ასეთ რაღაცას გვეუბნება, ასეთ დამკვე, მაშინ ეს ძალიან საშიშია, ამიტომ უნდა გავაგდოთ. ხო. და იქ ხდება ძალიან საინტერესო ამბავი, ბერდი არის კატეგორიული წინააღმდეგი, რომ ეს მოზვერი შესწიროს და რას ახსენებს, გახსოვს? ამდენი ადამიანი მოკალიო, შენ ქავზე ჯღრდესავით კიდია ეს მკლავებიო, ხელებიო და ერთი ციკანიც არავისთვის დაგიკლავსო. განამსკურატი დიდია. ხო, და ვარს ეუბნება და ამ დროს ალუდა საერთოდ გადის ამ წრიდან და ამ ცნობიერებიდან ის თვითონ იღებს ხმალს, გაიელვებს ეს ხმალი და წააცლის თავს ამ კურა თვითონ შესწირავს, ანუ თვითონ აღასრულებს აი ამ რიტუალს ხევისბერის ფუნქციას მიითვისებს. ის გაელვება რაც მის გულში გაიელვა მუცალის ქმედებამ, აი ხა გაიელვებს ღიათ ამ მისი ხმლიდან თვითონ. და აი ეს უკვე ზღვარია. მანამდე შატილს ჯერ არ ჩაწლომია შუქი შუადღის გზისაო, არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა, კლდეახურა რაღაცა საახურია ქვისაო. ანუ ქვისცა არის და იქ მზე არ ჩადის შატილში. არა მარტო საერთოდ არ ჩადის მზე და უცებ ალუდა შემოიტანა თქოს მზე რა თავისი ქმედებით. ალუდას ხმლის შუქია რა და რა ხდება აქ? ეს არის ბოლო ძაფის გაწყვეტა. ეს არის უკვე დიდი მრისხანების დასაწყისი აქეთ. ეს ბერდია რომ მოუწოდებს უკვე თავისიანებს რომ ვუმტრიოთ სახლკარი და გავაძეოთ და სხვა ქვეყნის ცის შანამზირები მოვკვეთოთო ჩვენი თემიდანო, ამას სხვაგვარად არ შეუძლია ეს შეაფასოს. ეს ბერდია ვერ იტყვის რომ ახალი და უფრო უკეთესი ცნობიერება დაიბადა ალუდაში. არა, ეს იტყვის რომ ეს წერია, ეს მოღალატეა და ამიტომ ეს უნდა მოიკვეთოს აქედან. ამას უკვე არაფერი გამოსავალი ამ პრობლემას სხვა აღარ დარჩა და თემი საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამის სახლკარი დაანგრიონ და ეს ოჯახი გააძევონ თემიდან. არა, ესენი მოდიან და აქ კითხვა იბადება, რა მოხდა აქ? დამარცხდა ეს იდეა? მოიგო იმან ძველმა სამყარომ, მოიგო ძველმა წესმა და რიგმა, მოიგო იმ გაქვავებულმა, აი ჩაბეტონებულმა ფიქრმა, რომელიც ინარჩუნებს ამ თემის ერთიანობას ავად თუ კარგად, თუ ეს ასე არ არის. როგორ ფიქრობ, ჩანს ეს ამ ტექსტიდან? რამე პასუხი ამ კითხვაზე? თვითონ ვაჟამ და იმიტომ დაწერა ალუდა რომ გვანახოს რომ ალუდამ გაიმარჯვა იმ გაგებით რომ არ ჩაეწერა იმ მაცნობიერებაში და რაც თავისი ბოლომდე დაიცვა
თან არა პირადი მიზეზის გამო და პირადი ბოღმის გამო, არამედ ჭეშმარიტების გამო, ამიტომ თავის სულს ეუბნება ნუწყეული, ქალურად ნუიწყებლები, ქალური წყევლა რა არის, რომ შენ შეიძულე ის ხალხი, ვინც ცუდი რაღაც გაიკეთა, სახლი დაგინგრია, გაანებე თავი, ასე ნუწყეული, ნუცოდა ღმერთს. მე სხვა პრობლემა მაქვს ამ თემთან. პირადი არაფერი არ მაქვს, მე მაქვს სოფხედელობრივი პრობლემა. და იმ სოფხედელობრივ პრობლემაში მე არ მიმიღეს და წამოვედი კი და თქოს აი უსასრულობაში მიდის ალუდა თავის ოჯახთან ერთად და უსასრულო არის ჭეშმარიტება და თემი ხანდახან რომელიც ჩემულობს რომ ატარებს უსასრულობას ქრისტიანობა უსასრულობის რელიგია არის ამ უსასრულო ფასეულობა მაგრამ შეიძლება ქრისტიანობაც კი გამოიყენოს ადამიანმა და მოათვინიეროს და ის აღარ გამოხატავდეს უსასრულობას აღარ გამოხატავდეს თავის არსს აი აქ შემოდიან ეს პიროვნებები ვინც ამბობს რომ მე მგონი გადაუხვიეთ ჩვენ მე მგონი ჩვენ ქრისტიანობა ვაქციეთ კულტურად მხოლოდ და ჩვენი რაღაცა მიწიერი სურვილების და მიწიერი მოლოდინების და დაკმაყოფილების რაღაც სოფხედელობრივ სარჩულად და სოფხედელობრივ ფონად და მეც ვერაფერს ვეღარ ხედავ შიგნით ეს მეტი არის და ამიტომ ეს უსასრულობას უნდა იფიქრო და გარკვეული აზრით განკურნო კულტურა უსასრულობით რაღაც მომენტში შეიძლება ამ კულტურაში ეს მოქმედებდა მუშაობდა მაგრამ ეხლა შესაძლებელი არის იმიტომ რომ აღარ პასუხობს ჭეშმარიტებას ფინალისტვის და ერთგვარი შეჯამებისთვის ორ რამეს შემოგთავაზებდი პატარას ერთი არის მათეს სახარებიდან პატარა მონაკვეთი რომელშიც იესო ეუბნება თავის მოწაფეებს თუ შენ საკურთხეველთან დგახარ და ღმერთს უნდა შესწირო შესაწირი და ამ დროს მოვიდა ვიღაც და გითხრა რომ შენი ძმა ზოგადად მოყვას იგულისხმება გულნატკენი არისო შენზე დატოვე საკურთხეველი წადი დაეგე ძმასა შენსა ჯერ იმას შეურიგდიო მერმე მოდი და შესწირე შენი შესაწირი კაი ხანს არ მესმოდა რა ეწერა აქა სიმართლე გითხრა და მე ამოვიკითხე თეოფილაქტე ბულგარელთან ეგზეგეტიკა არსებობს მადლობა ღმერთს განმარტებითი ლიტერატურა ბიბლიის ყველა წიგნი და ყველა სტრიქონი განმარტებულია იქა და იქ წერია რომ ყველაზე დიდი შესაწირი ღვთის წინაშე ეს არის შენ რომ შეგიძლია მოყვასის სიყვარული ეს ერთი შენი დასკვნისთვის რაღაცა საფუძველი მინდა შემოგთავაზო და მეორე ეს მეორე ძველი იგავია ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა ბრძენ კაცთან და უთხრა რომ რამე რჩევა მომეციო მე როგორ ვიცხოვრო იმან უთხრა გააკეთე ის რაც შეგიძლია რა ბედნიერი იქნებოდა კაცობრიობა რომ ყველა ადამიანი ყველა ჩვენგანი აკეთებდეს იმას რაც შეუძლია მაგრამ ეს იგავი აქ არ ფთავრდება ეს გამობრუნდება უკან ეს რჩევა რომ მიიღო და მე რაღაცა მოისაკლისა და მობრუნდა ისე და კიდევ ერთი რჩევა მომეციოთ და იმან უთხრა გააკეთე ისიც რაც არ შეგიძლიაო ანუ გზა დაუსახარო შენ გააფართოო შენი შესაძლებლობის საზღვრები მუდმივად და ესწრაფოდე იმასაც კი რაც ამ წუთას არ შეგიძლია მაგრამ შეიძლება შეძლო აი ეს ორი მომენტი იესოს სიტყვები შესაწირზე და აი ამ იგავის სიტყვები გააკეთე ისიც რაც არ შეგიძლია მოგცემ შენ საფუძველს ახლა რომ ალოდა კეთელაურზე საუბარი დაასრულო. ნუ ამ გაგებით თუ შევხედავთ რომ თამასა უნდა მაღალი ქონდეს ადამიანს და ყოველთვის იცოდე რომ ადამიანობა არ არის მოცემულობა, არამედ ამოცანა და ეს ამოცანა არის აი ამ ძალიან დიდი გაელვების შედეგი რომ შენ ხედავ რა შეიძლება იყოს ადამიანი თუ დაინახავ ასეთ მაგალითს და ეს მაგალითი ხდება შენთვის შთაგონება მე და ეს უწყვეტი ტრადიცია ქრისტიანობის ტრადიცია რომ ქრისტე მისცა ეს მაგალითი და ეს უწყვეტ ტრადიციად მოდის ეს მაგალითი რო არ იყოს ერთი ადამიანის რო არ იყოს ამ მაგალითის მატარებელი მაშინ ეს შეიძლება გაწყდეს ეს მაგალითობა ასე ვთქვათ აი მუცალმა ეს მაგალითი მისცა ალუდას რომ აი მხედვის ეს კუთხე შეეცვალა მოენანიებიდან მონანიებამ ბერძნულათა მეტანოია ანუ თვალთახედვის კუთხის შეცვლა აი ესეთი მონანიებითი მაგალითი მისცა მუცალმა ალუდას და ალუდაში შემდეგ ამან დაიწყო რეალური ქმედება აი როგორც ენერგიამ რაღაცა ამ ენერგიის ქმედება მისცა მან საშუალება ამ ენერგიას ამ
ამ ღვთიურ ემოციას მასში ემოქმედა და ამიტომ ჩამოყალიბდა ისეთ პიროვნებად, რომელსაც შეეძლო ასე გაებედა ეს საქციელი და კრიჭაშიც კი ჩადგომოდა თემს. აი ეს ღვთიური ლოგიკას გაყვა. მე ვფიქრობ, აი ეს ფსალმუნის ფრაზა რო არის დაუთ მეუფალსა 26 ფსალმუნშია დაუთ მეუფალსა. დაუთ მე რა არის? მოითმინე ღმერთის მოქმედება შენზე, მოითმინე. დაუთ მე არ არის დაუთ მე მგაგებით რომ აი გზა დაუთ მე. მოითმინე, დაითმინე ის რა რო შენში მოქმედებს ღმერთი. აი მაშინ თუ ამას მოითმენ და დაითმენ, მაშინ შენში რაღაცა მოხდება. ჩამოყალიბდები იმ პიროვნებად, რომელადაც უნდა ჩამოყალიბდე. და აი ეს ხდება ვფიქრობ ალუდაში და რაც შეეხება ახლა პატიების მომენტს ალბათ ესეც არის რომ შეიძლება შიზოფრენიაში ჩავარდეს ადამიანი თუ რელიგიას და რიტუალს მოწყვეტს ზნეობრივი განზომილებისაგან. ჩათვლის რომ რიტუალი და სხვებშეწირვა რიტუალი, სხვადასხვა რელიგიური ქმედებები არის თავისთავად სიკეთე და მას ზნეობრივი სრულყოფა კი არ არის ამასთან კავშირში. მაშინ ესეთი ადამიანი არის შიზოფრენიკი. იმიტომ რომ ეს ერთად არის ყველაფერი, ეს რიტუალიც და ზნეობას ეხმარება ის რიტუალი, რომ უფრო როგორ თქვა, გამტკიცდე იმ ზნეობაში, ამიტომ გჭირდება ის რიტუალი, თორე ცალკე კი არ არის. და ბოლო რაღაც გარკვეულებით ზნეობა უფრო პრიმატშია რიტუალთან შედარებით, იმიტომ რომ არის ღვთისნების შესრულება, ვის ამ რიტუალში არ ამან ზნეობრივად შეასრულებს ამას. ამიტომ ჯობია შეურიგდე იმას, დაუშვათ სხვებშეწირი მიტანამდე იმას შეურიგდე, ესაა მთავარი. კაი ბატონო. ახლა ვინ და რა მოწურავს ახლა ამ სასაუბრო თემებს, როცა ალდა ქეთელაურს წაიკითხავს კაცი, მაგრამ მე მგონია რომ ამით ჩვენ დავასრულოთ ეს ჩვენი დღევანდელი საუბარი. უბრალოდ უთხრათ ჩვენს მაყურებელსაც და ერთმანეთსაც, რომ ეს არის დიდი წიგნი ფერისცვალების, ადამიანის ფერისცვალების, რაც ჩვენ ყოველთვის უნდა საბჭოთა დისიდენტებთან ერთ-ერთ სავალდებულო ლიტერატურის სიაში იყო ალდა ქეთელაური. დაგემშვიდობებით ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ბევრჯერ შევხვდებით კიდევ ერთმანეთს. ნახვამდის.